ფსიქოლოგიური ტესტი. თუ გინდა გაიგო, რის შესახებაა ეს ტესტი, ჯერ ბოლომდე უნდა გაიარო და შემდეგ გაიგებ შედეგებსაც. თუ დასაწყისშივე გეტყვით ამ ტესტის შესახებ, თქვენ აუცილებლად ლოგიკით იხელმძღვანელებთ. ამ მეთოდიკაში კი ძალზედ მნიშვნელოვანია ბუნებრივი ასოციაციები და ქვეცნობიერი გრძნობები. მაშასე, დავიწყოთ. იქამდე კი გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოგრჩეს მსგავსი ტიპის შემეცნებითი ხასიათის კიდევ მრავალი ტესტი და ვიდეო რგოლი. თითოეული პასუხისათვის 3 წამი გექნებათ. კითხვა პირველი. წარმოიდგინეთ, რომ სათამაშოდ გადაიქეცით. რა სათამაშო იქნებოდით? კითხვა მეორე. წარმოიდგინეთ, რომ მინდვრის პირას ხართ და ცხენი გყავთ, რომელსაც ეს მინდორი უნდა გაატაროთ. როგორ წაიყვანთ მას? კითხვა მესამე. წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ვიწრო ხიდზე გადადიხართ, რომელიც ძალიან ღრმა და სახიფათო ხევზია გადებული. ხიდზე მხოლოდ ერთი ადამიანი თუ გაივლის. სადღაც შორს ხიდს გაღმა თქვენთვის ძვირფასი ადამიანია, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება. უცბად ამჩნევთ, რომ ხიდზე პატარა ქონდრისკაცი დგას, რომელიც გავლის საშუალებას არ გაძლევთ. როგორ გადაწყვეტთ ქონდრისკაცთან საკითხს? ამით ტესტი დასრულებულია. იმედი მაქვს, შევძელით შეგენარჩუნებინათ სიმშვიდე და სერიოზულობა. მიუხედავად აბსურდული სიტუაციებისა, რომლებიც უნდა წარმოგედგინათ. გადავიდეთ შედეგებზე. პირველ კითხვაზე პასუხი არის ის, თუ როგორ გინდათ გხედავდნენ სხვები. მეორე კითხვაზე პასუხი აღწერს თქვენი ურთიერთობის ხასიათს საპირისპირო სქესთან. მესამე კითხვაზე პასუხი არის საშუალება, რომლითაც პრობლემის გადაწყვეტას ცდილობთ და უმკლავდებით სხვადასხვა ცხოვრებისეულ სირთულეებს. აბა რას ფიქრობთ? კმაყოფილი ხართ შედეგებით? ნუ დაიზარებთ, გამიზიარეთ კომენტარებში.